მოგესალმებით. როდესაც შემაწუხებელი სიცხე იწყება ზაფხულში, საუკეთესო გამოსავალი ამ დროს წყალში ბანაობაა. ზღვას ან მდინარეს ასეთ დროს ვერაფერი შეედრება, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო. გასაგრილებლად და საბანაოდ ყველა მდინარე ან ზღვა არ გამოგვადგება. ზოგიერთი ასეთი წყალი ძალიან მიმზიდველია, მაგრამ იქ ბანაობა ადამიანს შეიძლება სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდეს. ლამაზი ტბებით დაწყებული, რომლებიც სინამდვილეში სახიფათო მჟავებს შეიცავს, ულამაზესი წყალქვეშა გამოქვაბულებით დამთავრებული, საიდანაც ვეღარ ასდროს გამოაღწევ. დღევანდელ ვიდეოდან შენ გაიგებ სწორედ ასეთი წყლების შესახებ, რომლებშიც არასდროს უნდა იბანაო და უფრო მეტიც, არც კი უნდა მიუახლოვდე მათ. მოკლედ, წინ ძალიან საინტერესო ვიდეო გელოდებათ, ასე რომ კომფორტულად მოკალათით და შეუდგეთ საქმეს. დააკვირდით ამ სანაპიროს, ლამაზი წყალი, ოქროსფერი ქვიშა და მზე. ისურვებდით ასეთ სანაპიროზე დასვენებას. მე არა. იცით რატომ? ახლავე გაიგებთ. ერთი შეხედვით ეს იდეალური სანაპიროა, მაგრამ მოიცადეთ. რატომ ბანაობს ეს ხალხი აქ ამ პატარა აუზში და არა თვითონ ზღვაში? იმიტომ რომ ეს ხალხი ჭკვიანია და არ სურთ დაიღუპონ. ეს ჰავაის კუნძულებიდან ერთ-ერთია. მისი სახელია ჰანაკაპიაი. მიუხედავად მისი საოცარი შესახედაობისა, ეს ერთ-ერთი ყველაზე საშიში სანაპიროა მსოფლიოში. ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, ბოლო წლებში დაახლოებით 100 ადამიანი იმსხვერპლა ამ სანაპირომ. ნიშნები აფრთხილებს ტურისტებს მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, თუმცა ზოგს ეს გაფრთხილება არ ადარდებს. სწორედ ასეთი ხალხი უერთდება იმ გარდაცვლილთა სიას, რომელიც ზემოთ ვახსენე. სხვა სანაპიროებთან შედარებით აქ არ არსებობს არაფერი, რაც ტალღას წინ დაუხვდება, არც კლდე და არც რიფი. მოკლედ, ტალღა თავისუფალია და მთელი ძალებით ასკდება სანაპიროს. ტალღები ითრევენ იმ ტურისტებს, რომლებიც სანაპიროზე ბანაობენ და ადამიანი ასეთი ძლიერი ტალღისგან ვერ ახერხებს თავის აღწევას. აქ არ არიან მაშველები, რადგან მაშველსაც თვითონ დასჭირდება დახმარება თუ კი ამ წყალში შევა. ფერადი გაფრთხილება. ზოგიერთი ტბა საკმაოდ ლამაზია. ისინი სხვადასხვა ფერებით გვხიბლავენ, თუმცა ყველა როდია მოცისფრო ფერის. ტბა ჰილიერი, რომელიც ავსტრალიაშია, მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი თავისი უჩვეულო შეფერილობით გახდა. ის ღია ვარდისფერია. ტბის სიგრძე 610 მეტრს აღწევს და ოკეანისგან ძალიან ვიწრო ხმელეთის ნაწილი გამოყავს. ის ისეთი ვარდისფერია, რომ ვიფიქრებ ეს ფოტოშოპია. ჰილიერის ტბის ვარდისფერი ფერი სიცოცხლის უნარიანია და კონტეინერში მოთავსების შემდეგ ფერს არ იცვლის. ვარდისფერი შეფერილობის წყაროდ ტბაში არსებული ერთადერთი ცოცხალი ორგანიზმი, მიკროორგანიზმი მლაშე დუნალიელა მიიჩნევა, რომლის პიგმენტით წყალს ფერს უსვლის. იგი გამოყოფს მარილს, რათა შექმნას წითელი საღებავი, შესაბამისად ასეთი ფერი. არსებობს ვარაუდი, რომ ტბის ვარდისფერ შეფერილობას მარილის ქერქში არსებული ბაქტერიები, ჰალოფილები იწვევენ. ჰილიერის ტბის სანაპირო ზოლი შედარებით ნათელი ფერისაა, ვინაიდან იგი დაფარულია მარილით. ტბის მთავარი საფრთხე მაშინ იჩენს თავს, თუკი ის ადამიანის ორგანიზმში მოხვდება. არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანი ძლიერი მოწამვლით გადაიყვანეს საავადმყოფოში და ყველაფრის მიზეზი ამ ტბის შემადგენლობაა, რომლის ორგანიზმში მოხვედრაც დაუშვებელია. იმედია, ინფლუენსერები ლაიქების გამო არ დალებენ ამ ტბიდან წყალს. აქედან ძალიან შორს კიდევ ერთი ფერადი ტბა. აქ რომ მოინდომონ ინფლუენსერებმა წყლის დალევა, მაინც ვერ შეძლებენ. ერთი შეხედვით ეს წყალზე მეტად ქვას გავს. ეს ტბა კი მექსიკაშია, მოქმედი ვულკანის კრატერში. 1982 წლის ამოფრქვევის შემდეგ ამ კრატერის სიღრმემ 128 მეტრს მიაღწია. ტბა ძალიან ცხელია, ზოგიერთ ადგილას ის უბრალოდ დუხს. მაგრამ ის არა მხოლოდ იმიტომ არის საშიში, რომ ცხელია, არამედ მასში სხვადასხვა მომწამლელი ვულკანური აირია, რომელიც ადამიანის სიკვდილს იწვევს, მაგალითად გოგირდწყალბადი და გოგირდის დიოქსიდი, ან სხვა მსგავსი აირები. სწორედ მათ გამო აქვს ტბას ასეთი ნათელი მწვანე ფერი. იმ დროს, როდესაც 1982 წელს ვულკანი ამოიფრქვა, იქ არსებული pH მაჩვენებელი 0.5 ერთეული იყო. ეს დაახლოებით აკუმულატორის მჟავის თანაბარია, თუმცა გოგირდის ელემენტები ამ წყალს ბევრად უფრო საშიშს ხდის. უზარმაზარი ორმო. თუკი ვესტუმრებით მონტანას შტატს, ქალაქ ბიუტს, დავინახავთ ასეთ უცნაურ მთებს. აქ დავინახავთ უზარმაზარ ორმოს, რომელშიც ასევე უცნაური წყალია, რომლის სიღრმეც დაახლოებით 500 მეტრზე მეტია. ეს ტბა ამოვსებულია მოწითალო ფერის წყლით. ეს ბერკლის ორმოა, რომელიც 1950-იან წლებში სპილენძის მოპოვების მთავარი ადგილი იყო. ის დახურეს 30 წლის შემდეგ, 1982 წელს. ყველანაირი ტექნიკა გაჩერდა და შესაბამისად ორმო წყლით ამოივსო, რადგან აღარ ხდებოდა ამოტუმბვა. თუმცა წყალმა მთელი ის ნივთიერება შეიწოვა, რაც კი იქ ნიადაგში არსებობდა. შესაბამისად მიიღო წითელი ფერი. 1995 წელს გადამფრენი ბატების ჯგუფი ამ ტბაზე დაჯდა. როგორც მოგვიანებით
დათვალეს სულ 345 ბატი. ამ წყლის pH მაჩვენებელი 2.5 ერთეული იყო. ეს თითქმის ისეთივე მჟავიანობაა, რაც ლიმონმჟავას აქვს. მოკლედ, საცუდაომა ბატებმა ეს არ იცოდნენ და თითოეული მათგანი ამ ტბაში მოკვდა. ისინი მეორე დღეს იპოვეს და თითოეული ფრინველის კანი დაფარული იყო წყლულებით. მოგვიანებით მონტანას ხელისუფლებამ გადაამუშავა წყალი. მათ მასში მჟავიანობის გასანეიტრალებლად სპეციალური ხსნარები გაუშვეს. ასევე დააყენეს სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც აფრთხობდა ფრინველებს. მოკლედ, ასეთი ტოქსიკური წყალი ადამიანისთვისაც სასიკვდილო იქნება და აქ ბანაობაზე უკვე არც არავინ უნდა იფიქროს. ნატრონის ტბა. რა იცით ტანზანიის შესახებ? ის რომ აფრიკაშია, ის რომ აქ ძალიან ბევრი ცხოველია. ის თუ იცით რომ აქ არის მსოფლიოში ყველაზე ბოროტი ტბა, რომლის ფართობიც 1269 კვადრატული კილომეტრია. იცით რომ ეს არის ტბა, რომელიც ითვლება მსოფლიოში ყველაზე ბოროტ ტბად, იმიტომ რომ ის ცოცხალ არსებებს მუმიებად აქცევს. არ მოგესმათ. ეს ტბა აი ასეთ რამეს უკეთებს ცოცხალ არსებებს. ნატრონის ტბა იმდენად ცხელ რაიონშია, რომ თითქმის მთელი წყალი ორთქლდება მისგან. აორთქლების შემდეგ კი რჩება მარილი. მიკროორგანიზმები კი, რომლებიც მარილიან წყალში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ, პირდაპირ გაგებით ხარობენ ამ ტბაში და ისინი თავისი პიგმენტების გამო ტბას მოწითალო შეფერილობას აძლევენ. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ტბა ძალიან თვალწარმტაცია და გადამფრენი ფრინველები, რომლებიც აქ გასაგრილებლად და წყლის დასალევად ჩერდებიან, ვერც კი აცნობიერებენ, როგორ იფარება მათი სხეული მარილის კრისტალებით. შედეგად ხდება ის, რაც ზემოთ თქვით. ეს ხომ ყველაზე ბოროტი ტბა ამ მსოფლიოში. ის ცოცხალ არსებებს ქვებად აქცევს. მარილის კრისტალები ცხელ ამინდში უფრო შრება და მაგრდება. შედეგად ფრინველი ვეღარ მოძრაობს, ბლოკირებული აქვს ფეხები და კვდება. გარდა ამისა, ამ უბანში საშინელი სიცხის და წყლის შემადგენლობის გამო მისი ტემპერატურა საშუალოდ 60 გრადუსს აღწევს. შესაბამისად, აქ ბანაობა შეუძლებელია. ის ადამიანს დაწვავს. 2007 წელს ფოტოგრაფთა ჯგუფი ამაში თავად დარწმუნდა. მათი ვერტმფრენი ტბის თავზე დაზიანდა და პილოტმა როგორღაც შეძლო ფრთხილად დაშვება, მაგრამ ისინი ტბაზე დაეშვნენ. თითოეულმა მათგანმა საშინელი დამწვრობა მიიღო და რამდენიმე მათგანი სრულად დაბრმავდა. მათ შეძლეს და როგორღაც გამოაღწიეს ნაპირამდე, თუმცა სიკვდილს ძლივს გადაურჩნენ. ისინი ტბის შუაგულში რომ მოხვედრილიყვნენ, ან ის დღე უფრო მზიანი ყოფილიყო, გადარჩენის არანაირი შანსი არ ექნებოდათ. ტბის წყალი გულმოდგინედ იცავს ფლამინგოებს მტაცებლებისგან, შეუღლების პერიოდის დროს განსაკუთრებით. ამიტომ ამ ადგილზე მილიონობით ფრინველი მოფრინავს ბუდის გასაკეთებლად, თუმცა ესეც არანაკლებ სახიფათოა. ფლამინგოები ბუდებს მარილის პატარა კუნძულებზე იკეთებენ, რომლებიც გარშემორტყმულია ტბის სახიფათო წყლებით. ტბის ტუტიანობა მაქსიმალურ ზღვარს აღწევს ზაფხულში, ხოლო წყლის ტემპერატურა ამ დროს ძალიან მაღალია, ამიტომ ფრინველები, რომლებიც შემთხვევით აღმოჩნდებიან წყალში, ისერად იღუპებიან, ხოლო მათი სხეულები იფარება მინერალებით და ქვავდება. სიკვდილის ღრმული. ტეხასელ ბავშვებს ძალიან უყვართ ზაფხულის ცხელ დღეებში ადგილობრივ მდინარეში ბანაობა, თუმცა ეს მდინარეც არანაკლებ საშიშია. უпростоრად მდინარე არა, არამედ ის, სადაც ამ მდინარეს მივყავართ. ეს ეგრეთ წოდებული ჯეიკობის ჭა. ამ ჭის სიგანე თითქმის 4 მეტრია, ჭის სიღრმე კი 9 მეტრს აღწევს. ამიტომაც წყალში მხტომელთათვის ეს საყვარელი ადგილია. აქ კარგად ერთობიან ბავშვებიც და ზრდასრულებიც. თუ კი ასეთი კარგია ეს ჭა და ამდენ ადამიანს იზიდავს, მაშინ რატომ არის ის ჩვენ სიაში? ეს ლოგიკური კითხვა. საქმე იმაშია, რომ ამ ჭის ფსკერზე მალება ისეთი რამ, რაც არაერთი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა წლების მანძილზე. მათი სიკვდილისა, რომლებმაც ძალიან ღრმად ჩაყვინთეს. საშიში ამ ჭის აგებულება 9 მეტრიანი ხვრელის შემდეგ ჭა გვერდით უხვევს და კიდევ რამდენიმე მეტრს გრძელდება. ჭას ერთგვარი ჯივეები აქვს, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ძალიან ვიწრო გასასვლელებით, სადაც ადამიანი მარტივად იჭედება და ვერ ახერხებს გამოსვლას ძალისხმევის გარეშე. შემდეგ ჭა ისევ გრძელდება და საბოლოოდ 36 მეტრამდე ჩადის სიღრმეში. 36 მეტრის შემდეგ კი იწყება წყლით სავსე გვირაბები, რომლებიც თითქმის კილომეტრნახევრიანია. ეს მონაცემები მხოლოდ ნაწილია. ეს ის არის, რისი გამოკვლევაც მყინთავებმა შეძლეს. მყინთავებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს ეს ადგილი და აქ არაერთი კვლევა ტარდება. სწორედ აქ იმალება საფრთხე და სწორედ ამ დროს ხდება ხოლმე ტრაგედია. ზოგიერთი გასასვლელი იმდენად ვიწროა, რომ დაივერებს ჟანგბადის აღჭურვილობის მოხსნა უწევთ, რომ ამ ვიწრო გასასვლელებში შეძლონ გასვლა. შესაბამისად ეს დიდ რისკთანაა დაკავშირებული.
ხოლო ერთი დაუფიქრებელი მოქმედება და აღჭურვილობა წყდიათში იკარგება და იძირება. 20-მდე მყინთავის სიცოცხლე შეიწირა ამ ადგილმა. განსაკუთრებით საყურადღებოა მყინთავის დიეგო ადამას შემთხვევა. მან გადაწყვიტა ჟანგბადის გარეშე მხოლოდ საკუთარი ფილტვების ხარჯზე ჩაეყვინთა. ის თითქმის 30 მეტრამდე ჩავიდა სიღრმეში, რა დროსაც ერთი ლასტი დაკარგა. ლასტის გარეშე ის ვეღარ შეძლებდა ცურვას, ამიტომაც სასწრაფოდ ამობრუნდა უკან. თუმცა ერთი ლასტი თამაშ შედარებით დიდი დრო დასჭირდებოდა. დიეგოს კი ჟანგბადი არ ჰქონდა. მხოლოდ ერთხელ ჩაისუნთქა და დიდხანს ვერ შეიკავებდა სუნთქვას. საბოლოოდ მან ბოლო წამს მოახერხა ამოსვლა წყლიდან. ეს მისთვის გამაფრთხილებელი შემთხვევა იყო, რომ ასეთი რამ აღარასდროს გაეკეთებინა. წარმოდგენაც რთულია თუ როგორი გრძნობაა, როცა აცნობიერებ, რომ წამი წამზე დაიხრჩობი. წყალქვეშა ლაბირინთი. რამდენჯერ ჩაგიყვინთავთ წყალქვეშ და იქ დაკარგულ ხართ. იმედია, რომ ასეთი რამ არასდროს დაგმართნიათ. მაგრამ აი ამ ტბის სტუმრებს ხშირად ემართებათ ასეთი რამ. ეს ტბა მეტსახელად არწივის ბუდეა. ის ფლორიდაშია, რომელიც თავიდან ერთი შეხედვით საიდუმლო ბაზას გავს. თითქოს და მის ქვეშ მთელი ქალაქია გაშენებული. ამ ტბას უცნაური თვისებები გააჩნია. ხანდახან სრულიად გამჭვირვალეა და ფსკერიც კი ჩანს. ხან კი კუპრივით შავი. მისი შავი ფერი სეზონების მიხედვით იცვლება. ეს კი გამოწვეულია გარშემო მყოფი მცენარეებიდან ჩამოვარდნილი თესლით, რომელთა პიგმენტები წყალში იხსნება. მთლიანობაში არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ როგორ გამოიყურება წყალი გარედან. მთავარი საშიშროება მის ფსკერზეა. ეს კი იმიტომ, რომ სინამდვილეში ეს ტბა ლაბირინთია, რომელიც სიღრმეში 94 მეტრამდე ჩადის და იტოტება. ხოლო 94 მეტრის ქვემოთ იწყება სწორი გვირაბი, რომელიც რამდენიმე კილომეტრზეა გაგრძელებული. ეს საკმაოდ პოპულარული ადგილი ექსტრემის მოყვარულებისთვის 64-ია. რეალურად, როდესაც აქ ყვინთავ, ჩათვალე, რომ ბრმა ხარ. ყველაფერი შავია, არაფერი ჩანს და თან ლაბირინთია. დაივერებს სწორედ ეს მოსწონთ, სწორედ ეს არის მათთვის საინტერესო, ინტერესნარევი შიში. თუმცა ისინი იყენებენ სხვადასხვა გასანათებელ საშუალებას, მაგრამ აქ იმდენად დიდი სიბნელე და წყდიადია, შეუძლებელია მაინც გაარჩიო რამე. ზოგიერთი დაივერი ცდილობს შეისწავლოს ამ ტბის უცნობი ადგილები და უფრო ღრმად ჩადიან ან ძვრებიან ვიწრო ადგილებში, სადაც იქამდე არავინ ყოფილა. პრობლემა იმაშია, რომ უმარტივესია აქ დაიკარგო, რადგან ირგვლივ ყველაფერი ერთნაირია, ხოლო როცა წყალქვეშა სანაცს იყენებ, უფრო ერთნაირი ხდება, რადგან სინათლე წყალქვეშა კლდეებზე აირეკლება. 1991 წელს დაივერების ჯგუფი ამ ადგილისკენ გაემართა. მათ აისხეს თავიანთი აღჭურვილობა და ჩაყვინთეს. ის დღე უკანასკნელი აღმოჩნდა თითოეული მათგანისთვის, რადგან არც ერთი მათგანი იმ ტბიდან აღარ დაბრუნებულა. მას შემდეგ ამ ტბასთან აი ასეთი ნიშნები დააყენეს. ყვინთავებს აფრთხილებდნენ საფრთხის შესახებ, თუმცა ბევრი დღესაც არ ფიქრობს საფრთხეზე, ისე მიდის ჩასაყვინთად. კიდევ ერთი საინტერესო ტბა არსებობს ბრიტანეთში, რომელიც საკმაოდ მატყუარა და მიმზიდველი შესახედაობის არის. ტბა, რომელიც დერბშირშია, ცნობილია სახელწოდებით ცისფერი ლაგუნა. ტროპიკული ტბებისთვის დამახასიათებელი ცისფერი ფერი იმის მიმანიშნებელია, რომ ტბა ტოქსიკურია. წყლის pH მაჩვენებელი 11.3-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ წყალს სარეცხის მათეთრებლის შემადგენლობა და კონსისტენცია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ტბის პირას გამოკრულია სხვადასხვა განცხადება, რომ ტბაში არის მომწამლელი წყალი, Instagram-ის ფოტოებზე მონადირეები მაინც არ იშლიან ტბის პირას პიკნიკების მოწყობასა და სელფების გადაღებას. 2013 წელს და შემდეგ უკვე 2020 წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ტბა შავად შეეღება, რისთვისაც მათ ტბაში ტონობით საღებავი ჩაასხეს. ეს კი იმიტომ გააკეთეს, რომ მოსახლეობას შეეწყვიტა ტბაში ბანაობა. რატომ არის ეს ტბა ასეთი საშიში? აქ ადრე მადანს მოიპოვებდნენ. მაღარო 1952 წელს დაიკეტა. უზარმაზარი ორმოგი წლებთან ერთად წყლით გაივსო და ტბა გაჩნდა. ტბამ წლებთან ერთად მიიღო ასეთი შეფერილობა, რადგან წყალში გაიხსნა სხვადასხვა მომწამლელი ნივთიერება. შედეგი ტბა მიმზიდველია და ამავდროულად მომწამლელი. რას ნიშნავს მაჩვენებელი pH 11.3 ერთეული. ეს არის მჟავიანობის საზომი 0-დან 14-მდე სკალაზე. მეტი წარმოდგენისთვის გეტყვით, რომ ამიაკის pH მაჩვენებელი 11.5-ია, ხოლო უნიტაზის საწმენდის საშუალების 12. ახლა ალბათ ხვდებით, თუ რამდენად საშიშია ამ ტბაში ბანაობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ეს იგივეა, რომ უნიტაზის საწმენდ საშუალებაში იბანაო. ამ ტბაში ბანაობა დაუშვებელია. აქ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავიდეს ადამიანი, თუმცა ამ ყოველას მიუხედავად ეს არ აშინებდა ადგილობრივ მოსახლეობას. ისინი ხედავდნენ, რომ ტბა ლამაზი იყო და არ აინტერესებდათ საშიშროება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ტბის სანაპიროზე ბევრი სიბინძურე და მკვდარი ფრინველიც კია.
ამიტომაც ბრიტანეთის ქალაქ ბაქსტონის პოლიციამ იპოვა მეტად ეშმაკური ხერხი, რათა კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული კარანტინის დროს თავიდან აეცილებინა ფოტოსურათების გადაღების მსურველი ინსტაგრამერების შეკრება ცისფერ ლაგუნასთან, ლამაზ ფონზე ფოტოების გადაღების მიზნით. ადგილობრივმა პოლიციამ ხედის დასამახინჯებლად ტბაში რამდენიმე ტონა შავი საღებავი ჩაასხა. მსგავს მეთოდს მათ 2013 წელსაც მიმართეს. ამ ოპერაციას წინ უძღოდა პოლიციის განცხადება, რომლის მიხედვითაც ბაქსტონის პოლიციაში გამუდმებით რეკავდნენ შეწუხებული ადამიანები, რომლებიც აცხადებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის ხელისუფლებამ გასულ კვირაში კორონავირუსის პანდემიის გამო კარანტინი გამოაცხადა, ტბასთან მუდმივად იყო ხალხმრავლობა და სელფის მოყვარულთა მასობრივი შეკრება, რომლებიც ტბაში ბანაობდნენ კიდეც. Yellowstone-ის ტბა. Yellowstone-ის ეროვნული პარკი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში 1872 წლის 1 მარტს დაარსდა, საკმაოდ თვალწარმტაცი ადგილია. მისი დიდი ნაწილი განთავსებულია ვაიომინგის შტატში, თუმცა პარკი ასევე ვრცელდება სხვა ორი შტატის, მონტანასა და აიდაჰოს ტერიტორიაზე. Yellowstone-ის ფართობია 8980 კვადრატული კილომეტრი. Yellowstone-ის ტბა ვულკანური ტბა, რომლის დიამეტრიც 113 მეტრია და ტბის შეფერილობა შთამბეჭდავია. ცისფერი, მწვანე, ლურჯი და ნარინჯისფერი. ის ერთგვარ პორტალს მოგვაგონებს. ტბის შუაგულში ტემპერატურა საშუალოდ 87 გრადუსს აღწევს. აქ კი ბინადრობენ ისეთი ბაქტერიები, რომლებიც თავს კომფორტულად გრძნობენ მაღალ ტემპერატურაზე. ტბასთან ნებისმიერი შეხებაც კი მესამე ხარისხის დამწრობით დამთავრდება. ტბის გარშემო არაერთი გამაფრთხილებელი ნიშანია იმისა, რომ ადამიანმა არ უნდა გადაკვეთოს საზღვარი, ის არ უნდა მიეკაროს ტბას. თუმცა 2016 წელს მოხდა ერთი შემაძრწუნებელი შემთხვევა, რამაც კიდევ ერთხელ შეაშინა მოსახლეობა. მამაკაცი თავის დასთან ერთად გაეშურა ტბისკენ, რომ სურათები გადაეღო. მათ დაიგნორეს ყველა გამაფრთხილებელი ნიშანი და მიუახლოვდნენ წყალს. როდესაც ბიჭი წყლის ტემპერატურის შემოწმებას ცდილობდა, ფეხი დაუცდა და ტბაში ჩავარდა. იმ დროს კი ტბის ტემპერატურა თითქმის 90 გრადუს ცელსიუსი იყო. ბიჭი ყვიროდა და ცოცხლად იწვებოდა, პრაქტიკულად იხარშებოდა. მისი და ცდილობდა დახმარებას, თუმცა წყალს ვერ ეკარებოდა ახლოს მაღალი ტემპერატურის გამო. შედეგად ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა. მოგვიანებით გოგონამ დახმარება გამოიძახა, იმიზნით, რომ მისი ძმის სხეული მაინც ამოეღო ტბიდან. იმ ღამეს ძლიერი წვიმა იყო და მაშველებმა მისვლა ვერ შეძლეს, ხოლო მეორე დღეს იქ ასეთი სურათი დახვდათ. ტბაში მხოლოდ და მხოლოდ ბიჭის ტანსაცმელი იყო. წყლის მჟავიანობის გამო მისი სხეული სრულად დაიშალა და გაიხსნა. ეს მართლაც შოკის მომგვრელი ამბავია. მთლიანობაში Yellowstone-ის პარკი შეერთებული შტატების მთავრობისთვის ერთ-ერთი დიდი თავსატეხია. ვარაუდობენ, რომ აქ შეიძლება ისევ მოხდეს ამოფრქვევა. ამას კი ზოგიერთი შემთხვევაც ადასტურებს. მაგალითად 2019 წლის ზაფხულში პარკის გარშემო მიწა იმდენად გახურდა, რომ მოსახლეობას ფეხსაცმელი დაუდნა. Yellowstone-ის პარკში მდინარეები გოგირდის ამოფრქვევით და ტემპერატურის ზრდით გამოირჩევიან, რის შედეგადაც მკვდარი თევზები და ცხოველები მომრავლდა. ამ ყველაფრის კულმინაცია იყო NASA სპეციალური განცხადება. კოსმოსიდან გადაღებული სურათები ნათლად მეტყველებს Yellowstone-ის ჩრდილოეთ ნაწილში ტემპერატურის ზრდაზე და ვულკანის ამოფრქვევის გაზრდილ საფრთხეზე. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ თუ ამოფრქვევა მოხდება, შესაძლოა ამას კატასტროფული შედეგები მოჰყვეს მთელი კაცობრიობისთვის. ადუღებული წყლები. ზემოთ აღვნიშნეთ, თუ როგორი ცუდი იდეაა ისეთ წყალში გადაწყვეტა ბანაობა, სადაც ვულკანური წყლებია და წყლის ტემპერატურა ძალიან მაღალია. მაგრამ ბევრს არ ესმის ეს და ექსტრემალური შეგრძნებების მოყვარულებისთვის ხშირად ესეთი ადგილები ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენს. შემდეგი საშიში წყლის სანახავად უნდა გადავინაცვლოთ ისლანდიაში. ეს ადგილი ცნობილია მოქმედი თუ მიძნებული ვულკანებით. აქ ხვდებით ერთ ძალიან პატარა ტბას, ან უბრალოდ გუბეს. ის უბრალოდ უჩვეულოდ იქცევა. ყოველ 10 წუთში თითქოს საკუთარ რისხვას ანთხევს გარეთ. აი ესეთი რამ ხდება აქ და თითქმის ყოველ 10 წუთში მეორდება ეს ყოველივე. მოკლედ, სინამდვილეში ეს არ არის ტბა, ეს ხომ გეიზერია. ვულკანების ახლოს მიწის ქვეშ წყლები თბება და პერიოდულად ზედაპირზე ცხელი წყლისა და ორთქლის შადრევნის სახით გამოიფრქვევა. ასეთ ცხელ წყაროს გეიზერი ჰქვია. გეიზერების სიუხვით გამოირჩევა ისლანდია და კამჩატკას ნახევარკუნძული. ამ გეიზერის სახელია სტროკიური. სტროკიური გეიზერია ისლანდიაში მდინარე ჰვითაუს სიახლოვეს. განლაგებულია გეოთერმულ არეალში, ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ რეიკიავიკიდან აღმოსავლეთით. წარმოადგენს ისლანდიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გეიზერს, რომელიც იფრქვევა ყოველ 10 წუთში. ჩვეულებრივ ამოფრქვევის სიმაღლე 15-დან 20 მეტრით განისაზღვრება, თუმცა ზოგჯერ სიმაღლე შეიძლება 40 მეტრსაც მიაღწიოს. სტროკიური პირველად მოხსენებულია 1789 წელს. მას შემდეგ, რაც მიწისძვრამ გზა გაუხსნა გეიზერის არხს.
გეიზერის აქტივობა მერყეობდა მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში. 1815 წელს მისი სიმაღლე 60 მეტრით განისაზღვრებოდა. ამოიფრქვეოდა მე-20 საუკუნის ბოლომდე, სანამ კიდევ ერთმა მიწისძვრამ არ გადაკეტა მისი არხი. 1963 წელს ადგილობრივებმა გაწმინდეს გადაკეტილი არხი და მის შემდეგ გეიზერი რეგულარულად იფრქვევა. სტროგიური და მისი მიდამოები ტურიზმის ობიექტია. ამ გეიზერის შუაგულში წყლის ტემპერატურა 240 გრადუს ცელსიუსს აღწევს. მოკლედ, თუ კი ვინმეს მოვა თავში ისეთი იდეა, რომ აქ იბანაოს, რაც შეუძლებელია, სიკვდილის ორ ვარიანტს გთავაზობთ: ცოცხლად მოხარშვა ან 40 მეტრის სიმაღლეზე ამოფრენა და შემდეგ დამტროვა. ორივე საშინელებაა. ყველაზე კარგი ვარიანტია შორიდან უყურო ამ სილამაზეს. ნარუტოს მორევები. ანიმეს მოყვარულებს მიმართავ, რომ ყურადღებით მომისმინოთ, რადგან თქვენთვის საუბრობ. იაპონიაში ხვდებით ასეთ სრუტეს. ქალაქსა და კუნძულებს შორის არსებული სრუტის სიგრძე დაახლოებით 1600 მეტრია. რადგანაც ორი სხვადასხვა ოკეანის წყალი ერთმანეთს ხვდება, აქ სხვაობა ძალიან დიდია დონეებს შორის. წყნარი ოკეანე შიდა ზღვას უერთდება. იაპონიის მთავარ კუნძულებს, ჰონსიუსა და სიკოკუს შორის არსებული შიდა ზღვის დონე დღეში 4-ჯერ იცვლება. ყოველი მიქცევისა და მოქცევის დროს წყლის დიდი მასა ვიწრო სრუტის გავლით ოკეანიდან ზღვაში გადაინაცვლებს ან პირიქით. აქ წარმოქმნილი მორევები საუკუნეებია იაპონელთა ეროვნული იდენტობის ნაწილია. ასეთი მოვლენა დღეში საშუალოდ 2-ჯერ ხდება. და რადგანაც გასასვლელი ძალიან ვიწროა, ხოლო წყალი 19 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს, მორევი წარმოიქმნება, რომლის დიამეტრით საშუალოდ 20 მეტრია. საკმაოდ დიდი მორევია, სანახავადაც შთამბეჭდავი. ამ სანახაობას ადგილობრივებმა ნარუტოს მორევები უწოდეს. ნარუტოს მორევები დიდი ხანია შეტანილია ტურისტულ ღირსშესანიშნაობათა სიაში. მათი ნახვა შესაძლებელია არა მარტო გემებიდან, არამედ გრანდიოზული ხიდის ონარუტოს ქვედა იარუსიდან. 1985 წელს დასრულებული ხიდი ჰონსიუსა და სიკოკუს შორის დღესაც მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს დაკიდებულ ხიდად ითვლება. ბევრს უყვარს სხვადასხვა წყალსატევებში ბანაობა, მაგრამ წყალსატევების დანიშნულება მათში ბანაობა ნამდვილად არაა, ამიტომაც ეს საფრთხის შემცველია. წყალსატევების უმრავლესობას ხელოვნურად აკეთებენ. წყალსატევი შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი, რომელიც ჩნდება მხოლოდ წყალუხვობის პერიოდში. ქიმიური შემადგენლობითა და წყალში ხსნადი მარილების რაოდენობით განარჩევენ მტკნარსა და მლაშე წყალსატევებს. მათში ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური პროცესები განსხვავებულად მიმდინარეობს. წყალსატევებს მიეკუთვნება ტბები, წყალსაცავები, ტბორები და სხვა. წყალსატევები ასევე გამოიყენება კაშხლების მშენებლობისას. აქ ხომ დიდი რაოდენობით წყალია გაჩერებული ერთ ადგილზე. კალიფორნიაში არსებობს კაშხალი, რომლის კედლის სიმაღლე 93 მეტრია. საკმაოდ საინტერესო წყალსატევია. წყლის სიღრმე აქ 84 მეტრს აღწევს. თუ კი აქ წვიმების სეზონზე მოხდება წყლის მატება, არსებობს საიდუმლო იარაღი. წყლის გამშვები, რომლის დიამეტრიც 22 მეტრს აღწევს. ეს გამშვები გადის მთის ქვეშ და კაშხლიდან მდინარეში უშვებს წყალს. 22 მეტრიდან ბოლოში გამშვები ვიწროვდება 9 მეტრამდე და მთლიანობაში ქვემოთ 61 მეტრის სიღრმეზე ჩადის. რატომ არის ეს გამშვები საშიში? პასუხი მარტივია, მასთან მიახლოებისთანავე ის ნებისმიერ ვინმეს ან რამეს შეიწოვს და გამშვებში გადაგზავნის. ასე რომ ადამიანმა არც კი უნდა იფიქროს მასთან ახლოს გაცურვა. ეს გამშვები ყოველ წამში თითქმის 1 ოლიმპიური საცურაო აუზის ოდენობის წყალს ატარებს. გამშვების გარშემო არაერთი გამაფრთხილებელი ნიშანია განთავსებული, ასევე სპეციალური ტივტივები, რომლებიც არ უშვებს ახლოს ნავებს. მიუხედავად ამ ყველაფრის 1997 წელს ერთმა მოცურავე ქალმა გადაწყვიტა მოესინჯა საკუთარი ძალები. ის დარწმუნებული იყო, რომ გაუმკლავდებოდა ძლიერ დინებას და შეძლებდა გამშვების წინააღმდეგ ცურვას. როგორც კი მიუახლოვდა გამშვებს, არსებულმა ძლიერმა დინება მის ჩაითრია. ქალმა კიდეს მოჰკიდა ხელი და მთელი ძალებით ეჭიდებოდა. ასე მან დაახლოებით 20 წუთი გაწლო. შემდეგ ხელი გაეშვა და პირდაპირ ხვრელში ჩავარდა, სადაც წყალი დიდი სიჩქარით მოძრაობდა. ქალი რა თქმა უნდა გარდაიცვალა. ის უკვე მდინარეში იპოვეს მკვდარი. დიდი ხვრელი. სხვა ყველა წყლები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ, თითქოს და თავის საიდუმლოს მალავს. ბევრს არ ეტყობა, რომ ის საშიშია და ამას ვერ ვიტყვით სამხრეთ აფრიკაში მდებარე აი ამ დიდ ხვრელზე, რომელიც ოდესღაც ალმასის მოსაპოვებელი ადგილი იყო, ხოლო შემდეგ წყლით ამოვისო. როდესაც 1871 წელს აქ სამუშაოები დაიწყეს, ორმოს უფრო და უფრო მეტად თხრიდნენ სიღრმეში. საბოლოოდ იქამდე მივიდნენ, რომ ამ უზარმაზარმა ორმომ 457 მეტრის სიგანე, ხოლო 258 მეტრის სიღრმე მიიღო.
მას შემდეგ რაც ამ ადგილს ბოლომდე გამოაცალეს სარგებელი და საერთო ჯამში თითქმის 3 ტონა ალმასი მოიპოვეს, ის მიატოვეს და ეს 1914 წელს მოხდა. საბოლოო წლებთან ერთად ეს 40 წლით ამოიუსო და დღეს იქ 41 მეტრის სიღრმის წყალია. საკმაოდ ღრმა. ტბის გარშემო კლდეებია. შეიძლება ითქვას, რომ ტბის სანაპიროზე მისვლა ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან კლდეების გამო მას უბრალოდ ვერ მიუახლოვდები. 2013 წელს აქ ძაღლი ჩავარდა. ის ძალიან ბევრს ცდილობდა წვალობდა, თუმცა კლდეებზე ამოსვლა შეუძლებელი იყო. ვიღაცამ შემთხვევით ეს მომენტი დაინახა და დახმარება გამოიძახა. მაშველები, როდესაც მიუახლოვდნენ ამ ტბას, მიხვდნენ, რომ აქ არ ჰქონდათ შესაბამისი აღჭურვილობა, რომ საცუდავი ცხოველი იქიდან ამოეყვანათ, ამიტომ სხვა გზა არ ჰქონდათ. ძაღლს იქვე ჩაუყარეს საკვები, რომ როგორღაც მას რამდენიმე დღე ეცოცხლა იქამდე, სანამ ტექნიკას გამოიძახებდნენ. ძაღლი ქვემოთ პატარა ქვას ეჭიდებოდა. სწორედ ასე მთელი 8 დღის განმავლობაში იცოცხლა ძაღლმა. ამასობაში კი დახმარებაც მოვიდა და სპეციალური ტექნიკის მეშვეობით საწყალი ძაღლი იქიდან ამოიყვანეს. ესეც კიდევ ერთი ტბა, სადაც ადამიანი არ უნდა ჩავიდეს. მთლიანობაში ჩვენი დიდი ვიდეოც დასასრულს მივუახლოვდა. გმადლობთ, რომ ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. აუცილებლად გამოიწერეთ არხი და ეს ვიდეო მეგობრებს გაუზიარეთ სოციალურ ქსელებში. მე შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით. დროებით.